ერთ დროს ყველაზე პოპულარული აპლიკაცია Skype მალე დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კომპანია Microsoft ამ სერვისს 5 მაისს გააუქმებს. კომპანიის წარმომადგენლებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება 28 თებერვალს გაავრცელეს. პლატფორმა მომხმარებლებისათვის Microsoft Teams-ის უფასო ვერსიით ჩანაცვლდება. Skype-ის არსებულ მომხმარებლებს დაახლოებით 2 თვე ექნებათ გადასაწყვეტად Microsoft Teams-ზე გადასვლას თუ საკუთარი მონაცემები ექსპორტი. შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა Skype 2011 წელს შეიძინა. შეთანხმების მიხედვით Skype მთავარი პლატფორმა უნდა გამხდარიყო Microsoft-ის მომხმარებლებს შორის. Teams-მა პროფესიულ კონტექსტში თანდათან ჩაანაცვლა Skype, რადგან მისი დახმარებით მომხმარებლებს შეეძლოთ მიმოწერა, ვიდეო ზარების განხორციელება და ფაილების გაზიარება. Skype-ისგან განსხვავებით, Teams ჰქონდა არხებისა და ჩაშლილი მიმოწერების ფუნქცია. გარდა ამისა, Skype-მა პანდემიის პერიოდშიც ვერ შეძლო აქტიური გამხდარიყო. მას სწრაფად გაუსწრეს Zoom-მა და WhatsApp-მა.